გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მაშარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები რაყო ჩაღები ხართ ჩემო დამხმარეებო მეგონა ვერ მოვასწრებდი ყველაფრის დაკრეფას ბაზრობისთვის შესანიშნავი მოსავალია ბებია საუკეთესო ბოსტნეულისთვის მთავარი ჯილდო შენი იქნება მაგასაც ვნახავთ წელს მე კარტოფილის საოცარი მოსავალი მაქვს ო კარგი კარტოფილია მაგრამ ძალიან პატარებია წვრილია წვრილი ჩემს კარტოფილზე ამბობთ ნუ კამათობთ ორივეს კარგი კარტოფილი გაქვთ გამარჯვებულს კი ბაზრობაზე მოსული ადამიანები გამოავლენენ ყველანი თავშესაფარში ქარი რა ძლიერი ქარია ეს ყველაფერი გუშინდელი ქარის შედეგია რა საშინელებაა ხედავთ არადა რამდენი მიწვალე ახლა რა ვუყუამდენ მოსავალს ყველაფერი გაფუჭდება ბები არი ნერვიულო დარწმუნებული ვარ პავილიონებს აღადგენენ ისიც ვიცი ვინ აღადგენს თუ ხელაკ ისეთი ამბავი იყო ისეთი ქარი რომ ამოვარდა ძლივს მოვასარი დამალვა დღეში უამრავი ხეწა აქცია ქალაქში კი ქარმა დაანგრია პავილიონები რომლებიც ბაზრობისთვის ააშენეს ბებია ბაზრობისთვის საგანგებოდ ემზადებოდა ბოსტნეული მოიყვანა ბოსტნეული? სად არის ბოსტნეული? ბოსტნეულთან დაკავშირებით დაგეხმარებით ზოგ-ზოგი ერთებს დიდი ხნის წინ უნდა დაეწყოთ დიეტის დაცვა აჯობებს ბაზრობის აღდგენაში დავეხმაროთ უბრალოდ კი არ უნდა აღადგინოთ ბევრად უკეთესი უნდა გახდეს ვიდრე მანამდე იყო ზე შენ თქვი ქარმა ხეებით აქციაო აჰა ეს ხეები სამშენებლო მასალად უნდა ვაქციოთ ტრაკ ხეებს ტოტები მოაშორე თორ მორები დახერხე ტურბოზავრებო წინ ახლა ცალ-ცალკე უნდა დავაწყოთ წვრილი და მსხვილი მორები სქელი მორებისგან საყრდენებს გავაკეთებთ ხელებისგან კი სახურავებს ავაწყობთ შესანიშნავია ახლა საღამოს დაველოდოთ ქალაქში წავალთ და ახალ პავილიონებს ავაშენებთ ეს რა არის ხარი კი არა ნამდვილი ქარიშხალი ყოფილა არა კარბარბალა ბოლ ანკი მორები აი აქ დადეთ თავდაპირველად მოედანი უნდა დავასუფთავოთ. შემდეგ თორი მიწაში ხვრელებს გაბურღავს, შიგ ტრაქის საყრდენებს ჩააჭედებს. შემდეგ საყრდენებზე გადახურვას გავაკეთებთ. ტურბოზავრებო წინ! ბულ, დანგრეული პავილიონები გვერდზე გადაიტანე. თორ, ტრაქ, საყრდენები ჩადეთ. ანკი, შენ სამშენებლო მასალა მიაწოდე. თული სამუშაო, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.
შესანიშნავია? აი აქ ცოტათი გასწორეთ. ვერტიკალურად. შესანიშნავად იმუშავეთ. ასეთ პავილიონებს ვერანაირი ქარი ვერ დაანგრევს. ვერც წვიმა. დავიწყდათ. მართალი ხარ. დანგრეული პავილიონები უნდა დავშალოთ. ლითონის კონსტრუქციები ცალკე დავაწყოთ, ნაჭრები ცალკე. ამ ყველაფერს მერე გადასამუშავებლად წაიღებენ. ეს ადვილია. დო, აქ ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ. შენ კი ბავშვების სახლში წაიყვანე. ვახშმის დროა. ქარიშხლის შედეგები აღმოფხრილია. ყველა პავილიონი უცნობი მშენებლების ბრიგადამ აღადგინა. ისინი ნამდვილი გმირები არიან. უცნობი გმირები ვართ? ტელევიზორში არ გვაჩვენებენ. რასასიამოვნოა ჯილდოების მიღება. მთავარი ჯილდო ჩვენ გაგვინაწილეს და ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. დიახ, საუკეთესოები ხართ. პეჯა, ტელევიზორი ჩართე. ახალი ამბები იწყება. ცუხელ ქარიშხლით დანგრეული პავილიონები რეკორდულ ვადაში აღადგინეს. ბაზრობა ზაფხულის ნობათი გაიხსნა. ეჰე? ახლა შენ. სცადე, მოგეწონება. რადგან ასე ფიქრობ? იქნებ საკმარისიათ რა აქ. გააჩერე ბოლოს და ბოლოს. ვცდილობ. ეს სპეციალურად გააკეთე? არა, რა თქმა უნდა, თორ, უბრალოდ აქ პაწაწინა ღილაკებია. როგორც ჩანს, შენთან ერთად მანქანებს ვერ ვითამაშებთ, პეჭა. მე კი ვაცნებობდი რბოლა მოგვეწყო. მომისმინეთ. იქნებ ნამდვილი რბოლა მოვაწყოთ. ხო, მაგრამ ამას ვერც ტყეში გავაკეთებთ. ვერც გზატკეცილზე. ძალიან სახიფათოა. მოვიფიქრე. მოდი სპეციალური ტრასა ავაშენოთ. ხო. მე მგონი გვეყოფა ადგილი ტრასის ასაშენებლად. შეხედეთ, მაგრამ დიდი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს. ნიადაგი უნდა გავასწოროთ, კუნძები ამოვთხაროთ. ყურებს არ ვოჯერებ. მცენარეებს რას ვუზამთ? სხვათა შორის აქ შროშანები იზრდება. სად ხედავ შროშანებს? წელიწადის ამ დროს არ ყვავილობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ არ არის. შროშანები გადაშენების პირას მყოფი მცენარეებია, ჩვენ კი ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ. შეუძლებელი არაფერია, კაძა. მცენარეებს ნიადაგთან ერთად გადავრგავთ. ბულ, შენ კუნძებს ამოთხრი. ანკი, შენ მათ წაიღებ. თორ, შენ ნიადაგს გააფხვიერებ და მიწას გაასწორებ. დო, შენ ტრასას დატკეპნი. ტრაკ, შენ და კაცია მცენარეებს გადარგავთ. ზერიკი. ზერი დაისვენებს. ხო, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ ეს თქვენი ტრასაა. მე ხომ მანქანა არ ვარ, რობოტიც კი არ ვარ, რბოლაში მონაწილეობას ვერ მივიღებ. შეგიძლია მსაჯი იყო. მართლა? მსაჯი ვიქნები? გაიგონეთ? მსაჯი ვიქნები. ყველაზე მთავარი ვიქნები. ტურბოზავრებო წინ.
ყურადღება. მოემზადეთ. წავიდა. ვაშა, მე გავიმარჯვე. ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს უსამართლობა. ტრასიდან რომ არ გადაგეგდეთ, შეიძლება პირველი მივსულიყავი. შენც გვაწვებოდი. ო, მაგრამ თუ არ თაღლითობდა. რას ამბობთ, რაკ? შენც კარგად იცი, შენ და თორმა მოაწყვეთ ყველაფერი. საჯმა ყველაფერი დაინახა. ჩვენ გვეგონა რომ მასე უფრო საინტერესო იქნებოდა. არა? საინტერესო მაშინაა, როცა ყველაფერი წესების დაცვით მიმდინარეობს. ო, მე ჩვენ არასწორად მოვიქეცით. იცით რა? მოდი სამართლიანი შეჯიბრება გავმართოთ. მაგალითად, დინოზავრებს შორის სირბილი. ხო რა მოხდა? მოემზადეთ. ყურადღება. ყურადღება. რა თქმა უნდა, ტრაკი პირველი მივა, მას ყველაზე გრძელი ფეხები აქვს. ტრაკ, რამე ხომ არ იტკინე? ყველაფერი კარგად არის დო, რბოლა გავაგრძელოთ. მეგობრობამ გაიმარჯვა, შესანიშნავი რბოლა იყო. იცით რა ვიფიქრე? შეგვიძლია ფრენაში მოვაწყოთ შეჯიბრება, რომ გამარჯვებულმა კარგი პრიზი მიიღოს. რატომ იცინით? რა თქვი სასაცილო? ბავშვებო, გთხოვთ სტეპან პეტროვიჩთან გაიქეცით და გკითხეთ, დახმარება ხომ არ სჭირდება? დილიდან რაღაცას ხერხავს, რაღაცას აჭედებს. კარგი ბებია, ვკითხავთ. ой, რას აკეთებთ? ძველ გამოუსადეგარ ფარდულს ვშლი. ცოტა გადამრჩა. თუ გინდა დაგეხმარებით. გმადლობთ. ფიცრების მილაგებაში დამეხმარეთ. ესეც ასე. მის ადგილას ყვავილების დარგვა შეიძლება. მართლა, ახლა რაღაცას გაჩვენებთ. ეს პატარა სახლია. ხის სახლი ჩიტებისთვის. რა მაგარია? ამის გაკეთება და ხეზე დამაგრება კარგი საქმეა. ჩიტებს გადარჩენაში ეხმარება. საოცარია. მერე კი ადამიანებს მხოლოდ ჩიტების დანახვა კი არა, მათი გალობაც აბედნიერებს. რა საინტერესოა? თქვენმა ბებიამ რომ ჩაის დასალევად დამპატიჟა. კარგი, ფიცრებს მერე მივალაგებ. ამას კი თქვენ გჩუქნით, სადაც გინდათ იქ დაკიდეთ. დიდი მადლობა. სტეპან პეტროვიჩ, არინარვეულად ფიცრებს ჩვენ თვითონ მივალაგებთ. მოდი ტურბოზავრებს ვაჩვენოთ. ფიცრებს რა ვუყოთ? დაუბრუნდებით და მივალაგებთ საღამომდე ბევრი დრო გვაქვს. საფოსტო ყუთი. ეს სახლია. სახლი ჩიტებისთვის. შესანიშნავი სახლია. მეც ხომ თითქმის ჩიტი ვარ. მეც მინდა სახლი. მოდი მართლა ავუშენოთ ძერს სახლი. შესანიშნავი იდეაა. რისგან ავაშენოთ? რატომღაც აქ აგურებს ვერ ვხედავ? აგურებს ვერ დაგპირდებით. აი ფიცრები კი გვაქვს. ოღონ უნდა წამოვიღოთ. სტეპან პეტროვიჩის სახლთან დევს. ტურბოზავრებო, წინ.
კარგი კადრი გააფუჭე. მე გავაფუჭე კადრი. გააფუჭე? მე ვთქვი გოლომაზე მეთქი. ფარდულის ადგილას სტეპან პეტროვიჩს ყვავილების დარგვა უნდოდა. ეს ადვილია. მაგარია. არ მიმატოვო. ბოლომდე ასე ვიაროთ. თურბოზავრებო, წინ! ტრაკ ცოტა ფრთხილად. შენ ხომ მეკობრისთვის აშენებ სახლს? ასეთ სახლებს ჩიტებს იმიტომ უშენებენ, რომ თავიანთი სიმღერით ყველა გააბედნიერონა. მე ისედაც ვაბედნიერებ ყველას, მაგრამ სიმღერა ჯერ არ მიცდია. ზერ, შეწყვიტე. რა იყო? საერთოდ არ მოგეწონა ბულ? ჯობია გუგუ დაიძახო, გუგულივით. ამისთვის სიმღერის ნიჭი საჭირო არ არის. გუგუ. ბავშვებო, რა ყოჩაღები ხართ? გუგუ. საოცარია. ზუსტად 3 საათია. რა ჭკვიანი გუგულია? რუჯი თანაბრად უნდა განაწილდეს ტანზე. მზეს მიფარავ ტრაკ. და ქვიშის მეტი არაფერი არ ნაწილდება. გიფარავ, მზეს? ტრაკ, მზეს ნუყურებ. და გავიწყდა წინა ჯერზე რა მოხდა. რა მოხდა წინა ჯერზე? გამარჯობა, დღეს მშვენიერი ამინდია რა? კარგი იქნებოდა ჩაგვაყვინთა. წოდია რომ ჩასაყვინთი კოშკურა არ გვაქვს. მაშინ სამაშველო კოშკურაც დაგჭირდება, იქნებ ვინმეს დახმარება დასჭირდეს. მოდი მე ვიქნები მაშველი. კოშკურაზე ვიდგები და უცებ გავიგონებ. მიშველეთ. მე კი ვეთყვი, პანიკას ნუაყვებით დახმარება გზაშია. მაშველი, რომელსაც თვითონ სჭირდება შველა. ყოველთვის დაწოლილ მდგომარეობაში ვიწყებ დახმარების აღმოჩენას. გადაწყვეტილია. მოდი 2 კოშკურა ავაგოთ. ერთი ჩასაყვინთად, მეორე სამაშველოდ. ოღონდ კარგად უნდა ავაგოთ. შემდეგ აქ ხომ ქალაქიდან ჩამოვლენ დამსვენებლები. და ყველას გადავარჩენ. რისგან უნდა ავაგოთ კოშკურები? კოშკურებს ქვებისგან და წაქცეული ხეებისგან ავაგებთ. თან დღესაც გავასუფთავებთ. თურბოზავრებო, წინ! ბული და ტრაკი ქვებს მომზადებენ. თორი და ანკი წაქცეულ ხეებში აგროვებენ და მორებს დაამუშავებენ. ზერკი მე კი უსაფრთხოების ტექნიკას მივაქცევ ყურადღებას.
ვინ იცის რა არის მთავარი სამაშველო ჩასაყვინთ კოშკურებში? სამაშველო კოშკურაში ყველაზე მთავარი მაშველია. სწორია. ჩასაყვინთ კოშკურაში კი მთავარია მყვინთავი. სულაც არა. ჩასაყვინთ კოშკურაში მთავარია წყალი. ყურადღება, ტივტივებს იქით გაცურვა, განსაკუთრებით დაცემინება სასტიკად აკრძალულია. მაგარია, რა მაღალი გამოვიდა? პირველი ვინ გადმოხდება? მე ჯერ უნდა ვივარჯიშო. მეც. გმირებო, ისწავლეთ. შეგეშინდათ არა? სულაც არ შეგუშინებია. ხომასია თორ. ო, ანკი, იქნებ ჯობია ჯერ ტრაქმა ჩაყვინთოს ან ბულმა. ჩვენ ძალიან დიდები ვართ. სიღრმე არ არის საკმარისი. თუ რამეა? მაშველი უკვე ადგილზეა. გმადლობ ზერ. გაგვამხნევე. ანკი, ოღონდ მითხარი, როდის ვიქნებით ზევით, თორემ ჟიჟიცგან თვალები მაქვს დახუჭული. თავიდან მეც დავხუჭე თვალები. მე კი გამახსენდა რომ ძლიერი ტურბოზავრები ვართ და თვალები გავახილე. მართალია. კახელილი თვალები ძალიან საშიში არ არის. ჩამოდით, არ არის საჭირო ჩაყვინთო. ტურბოზავრები არასდროს არ იხევენ უკან. 3-მდე დაითვალეთ? 1, 2, 3. ყველაფერი გადავიღე, ყველაფერი. არაც ჩვეულებრივი იყო. რა ცუდია. ძალიან მინდოდა ვინმეს გადარჩენა. სამწუხაროა რომ კოშკურა ცოტა მაღალია ჩემთვის და პეჭასთვის, მაგრამ ცოტა გავიზრდებით და მერე მე გადაგარჩენთ არა? შესანიშნავია მინდია გასეირნებისთვის. ნაყინიც გემრიელია, შეხედე ჩიტები. ოი, კინაღამ წავიქეცი. ხედავ, ჯერ არავინ არ არის. ალბათ ადრე მოვედით. არე ნერვიულ, ახლა გამოჩნდებიან. გამარჯობა, მეგობრებო. დღეს რა გავაკეთოთ? გთავაზობთ სპორტს დავუთმოთ დრო. მაგალითად სიმაღლეში ხტომას. ვგრძნობ რომ რეკორდის დამყარება შემიძლია. შესანიშნავი იდეა. ზერი სიმაღლეში საუკეთესო მხტომელია. ამიტომ მსაჯი იქნება. აი ისევ, ნამდვილი ტალანტი ისევ ჭრდილში დარჩება. ტრაკ, საფეხბურთო კარის ძელი ცოტა დაბლა ჩამოსწიე. მას გადავახტებით. მოემზადეთ? დაიწყეთ. ბრავო, დო! დღეს ფორმაში არ ვარ. სხვა დროს გადავხტები. არ მოიწვინო თორ, შენი დროც დადგება. შესანიშნავია. ტრაკ, ძელი მაქსიმალურ სიმაღლეზე დააყენე. გრძნობ რომ მზად ვარ რეკორდი დავამყარო. მოემზადეთ? დაიწყეთ. შესანიშნავი მცდელობა იყო ბულ. ახლა ამ ქვას რა ვუყოთ? ქვა უნდა მოვაშოროთ, მაგრამ ძალიან დიდია. შეუძლებელი არაფერია თორ, ამ ქვის დახერხვას პატარა ფილებად შეძლებ. რა თქმა უნდა, შევძლებ. ეს ხომ სიმაღლეში ხტომა არ არის.
რატომ უნდა გავხერხოთ? ქალაქის პარკში დიდი ხანია გზებზე ფილები არ გაურემონტებიათ. ახალ გრანიტის ფილას გავაკეთებთ. კარგი აზრია. საღამოს როცა პარკი დაიკეტება, ძველ ფილებს სახლებით შევცვლით. და ეს ქვა ადამიანებს სარგებელს მოუტანს. შესანიშნავი იდეა. ტურბოზავრებო, წინ! რა ხოჭაღი ხარ, თორ? შესანიშნავი ფილები გამოვიდა. ახლა ეს ფილები ბულის ციცხრზე უნდა დავტვირთოთ და პარკში წავიღოთ და ახალ გზას გავაკეთებთ. ტრაკის გარეშე ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ მისაბმელი ჩვენთან ერთად წამოვა. ვაშა, ტრაკი პარკში მიდის. ტურბოზავრებო, წინ! ანკი, ფილები გადმოტვირთე. ახლა ძველი ფილები უნდა ავიღოთ. ბულ, ეს შენი საქმეა. ტრაკ, შენ ფილებს გზაზე დააწყობ. ზერ, ტრაკს დაეხმარე. ზევიდან ადევნე თვალი, რომ ფილები სწორად განლაგდეს. აი ეს კარგად დააწყო. შესანიშნავია. ეს უფრო სწორად უნდა დაიდოს. რა სილამაზეა! დო, შემოწმე ყველგან კარგად დევს ფილები. ყველაფერი შესანიშნავა და ტრაკი ნამდვილი ოსტატია. მომეწონა ამის გაკეთება. არც დავღლილ ვარ. მოდი მთელ ქალაქში შევცვალოთ ფილები დღეშიც. მე მზად ვარ. ეგ სხვა დროს გავაკეთოთ, ტრაკ. ამის აქ დატოვება არ შეიძლება. ვიცი როგორც უნდა მოვიქცეთ. დავამსხვრიოთ და პატარა ქვები პარკის ბილიკებზე დავყაროთ. წვიმის დროს გუბურები აღარ გაჩნდება. შესანიშნავია. თორ, შეძლებ მის დამსხვრევას. რა თქმა უნდა, შევძლებ. ეს ხომ სიმაღლეში ხტომა არ არის. აი შენი ვარსკვლავური დროც დადგა თორ. რა თქმა უნდა, ეს ხომ სიმაღლეში ხტომა. კარგად იმუშავეთ, მეგობრებო. ძალიან ლამაზი გამოვიდა. ახლა აღარავინ არ წამოკრავს ფეხს. ბეწია, კაცია, ბებია სამზარეულოში ხომ არ არის ფილები გამოსაცვლელი? გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.